ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონ დობდივნიშვილი ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის დაგებასთან ერთად სანიაღვრე არხები, წყალმრიდები და საკარმიდამო ნაკვეთებში შესასვლელები მოეწყობა. უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით განთავსდება საგზაო ნიშნები, სავალი ნაწილი კი დაიხაზება. სოფელ აფენში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ცალკეულ უბნებში ეწყობა ახალი ასფალტის საფარი, ეწყობა სანიაღვრე არხები, წყალამრიდები. პროექტის ღირებულება ჯამურად 270,000 ლარს აღემატება და უკვე დასრულების ეტაპზეა, რის შემდგომაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გამართული ინფრასტრუქტურით. პარალელურად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციებზე, როგორც ქალაქში, ასევე სხვადასხვა სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს მსგავსი ტიპის სამუშაოები და მუნიციპალიტეტი აგრძელებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას იმისათვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა. ძალიან კარგი საქმე კეთდება ჩვენ უბანში. 73 მეტრის კაცება და ასეთი რამე არ ვიახი. მოტეხილები იყო, აი წყლები რო გავიდა, გაზი რო გავიდა. ისინი დაზიანდა გზები, გადაიჭრა გზები რამე და დაზიანებული იყო და დაგვიგო ასფალტი. მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქვა.